პრორუსული არის რეჟიმი, ჩემი აზრით, რომელსაც აქვს ერთპიროვნული მმართველობა და იმას აკეთებს, რაც გაუსწორდება. ეს არის პრორუსული მმართველობის ფორმა. თავისი შინაარსით რუსები არ არის ერთპიროვნული მმართველობა, რატო არის პრორუსული ფორმა გამაგებია? იმიტომ რომ რუსები მმართველია ერთპიროვნულად ყოველთვის. იქნებ ესე ჭირდება დღეს ქვეყანას. მე პრორუსული მმართველობა ჭირდება. პრორუსული რა შუაშია? მე მგონია რომ აი კოალიციური ამბავი, რასაც ოპოზიცია იძახის და შენც მათ შორის ეგ არის დამღუპელი დღეს ქვეყნისთვის. ხვალ შეიძლება იყოს კარგი. ერთმანეთში ოპოზიციაში ვერ თანხმდებიან და ვერ თანხმდებით და თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის სწორი ქართული ნამდვილი ვაჟკაცური მმართველობა არის ისა რა ქვია ერთპიროვნული მმართველობა? ერთპიროვნული მმართველობა ნამდვილი ქართული ვაჟკაცური მმართველობა? მე გეუბნები რომ არის რაღაცა მომენტები ქვეყანაში რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ზემოდან ქვემოთ. გესმის? აი ეს სიტუაცია რო არ ყოფილიყო დღეს. ჩვენ შეიძლება და ომში ყოფილიყავით. ზემოდან ქვემოთ მიიღება გადაწყვეტილება ამერიკაშიც, მაგრამ არ არის ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ქვემოთაც რო უნდა მიიღებოდეს. აი, როგორ გითხრათ, ხუან მართლის გარჩევა არა ერთპიროვნული მმართველის გადაწყვეტილება, არამედ ადამიანების. მე არ ვიცი, ადამიანები. როდესაც ხუან მართლის გარჩევა მარტო ერთ კაცთან ხდება ქვეყანაში. რეალური მტყუარ მართლის გარჩევა. ის არის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველობა თავისი შინაარსით როგორ უნდა მოხდეს გამაგებინე. არ ჯობია რომ ერთ კაცთან მოხდეს ვიდრე მილიონ არასერიოზული არის შემთხვევები, როდესაც ერთი კაცი ღებულობს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც როცა ერთი კაცი ღებულობს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება მიიღება საჯაროდ, საჯარო მტკიცებულებებით და საჯაროდ იხსნება. როდესაც მე რაღაცას ღებულობ, არც კი ხსნი ამას, არც კი არავის ამას ვეუბნები, ეს არის რუსული მმართველობა. ძალიან კარგი ამას აკეთებდა ამის ყველაზე კარგი შემთხვევა იყო მიხეილ სააკაშვილი კარგი ბჭყალებში მან მოახდინა პირველად ასეთი ტიპის კონცენტრაცია ძალაუფლების შევარდნაძე მას ეს იცოდა შინაარსობრივად და როდესაც ზვიად გამსახურდია მოვიდა არც მაშინ არ ითქვა უარი ერთპიროვნულ მმართველობას ეს არის შეცდომა ამ ქვეყნის შეხშირად ახსენებ ხოლმე რეჟიმი რა არის შენთვის რეჟიმი მოდი ჩამოვყალიბდეთ ჯერ რა არის შენთვის რეჟიმი ერთპიროვნული მმართველობის სისტემა ზოგადად ეს არის რეჟიმი ხო თავის შინაარსით რეჟიმია ზოგადად ნახე აგიხსნი ზუსტად ამას შეკითხვა აგიხსნი ნახე ანუ რეჟიმი ვიღაც ადამიანი ერთპიროვნული მმართველი შეიძლება იყოს კეთილი ადამიანი შინაარსობრივად და არ უყვარდეს ადამიანების წამება ხო ის მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი კეთილი ადამიანია შინაარსობრივად, თუ მმართველობის სისტემა არის ერთპიროვნული და ამ კაცის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. მაგრამ კეთილი კაცია, ხალხის ხოცვა არ უყვარს, ცოტას აწვალებს, ზოგჯერ მიბეგვავს, ამოარტყამს, მაგრამ აი ფუნდამენტურად ჩილოთ კორე არ აქვს მოწყობილი. თავისი შინაარსით მე ზოგადად დაკლებად ვიყენებ სიტყვა რეჟიმს, უბრალოდ როგორც წესი ვიყენებ იმისთვის, არა, როგორც წესი იმ კონტექსტში ვიყენებ, იმ კონტექსტში რომ ჩვენი კოლეგები რეჟიმს რო ეძახიან და მე ისე იქცევიან თითქოს ეს რეჟიმი არ იყოს. ზოგადად როგორც წესი ამ კონტექსტში ვიყენებ, მაგრამ შინაარსობრივად რეჟიმს რასაც ვეძახი, რეჟიმი არის ის, რომ სამართლის პოვნა, ანუ სამართლიანობის პოვნა მარტო ერთი ადამიანის პრეროგატივაა, ან ერთი პარტიის, ერთი თავის პრეროგატივაა. და თქვათ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანების, რომელსაც ზესტაფონში ცხოვრობენ და ზესტაფონის მოსამართლესთან რამეს გადაწყვიტავენ, მათი პრეროგატივა თუ არ არის, თუ ეს სისტემა სჭირდება. ეს არის ჩემთვის რეჟიმი, თორე მე ზოგადად თავისი შინაარსით ეს დიქტატურა არის. უბრალოდ ვინაიდან ბიზინა არ არის ბოროტი ადამიანი, როგორც ჩრდილოეთ კორეის მმართველი, მე ვეძახი კეთილ დიქტატორს. თორე შინაარსობრივად, როცა ერთ კაც შეუძლია ყველაფერი, დანარჩენი უბრალოდ აი უბრალოდ რაღაცა წარმოადგენენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს, თავისი შინაარსით ეს რეჟიმი აბარა არის. ერთი წამით. კაი, ერთი წამით, აი ხალხის წამება, გაუპატიურებები, ციხეში ესეთი მოქცევა, ტერიტორიების ესეთი დაკარგვა, რომ საზოგადოება საერთოდ აზრი არ იყო, ომი იწყებოდა თუ არ იწყებოდა. და ეს უკვე ცუდი რეჟიმი იყო. ტელევიზიების წართმევა და ასე შემდეგ. ესეც რეჟიმია და ესეც რეჟიმია. არა კაცო, რაშოშა, ის არის უფრო ცუდი, უფრო ხარსებობს ჩრდილოეთ კორეაც ხო რეჟიმია. და რომელიღაცა ჩვეულებრივი დიქტატურა, სადღაც ჩვეულებრივი დიქტატურა, ისიც რეჟიმია, გესმის? ორივე რეჟიმია, უბრალოდ ჩინეთიც რეჟიმია, კომუნისტური პარტიის და ჩრდილოეთ კორეაც რეჟიმია, მაგრამ ერთი რეჟიმი არის ბევრად მკაცრი და ანტიადამიანური, მეორე რეჟიმი უფრო შედარებით უფრო ჩარჩოებშია მოქცეული. ამიტომ სიტყვა რეჟიმს განაპირობებს ის მმართველობის სისტემა, რომელიც შენ გაქვს მოწყობილი, სადაც უბრალოდ არ გაქვს აპელაციის შესაძლებლობა. როცა ერთი კაცი გეუბნება, რომ ასე არ შეიძლება, შენ არ გაქვს აპელაციის შესაძლებლობა. სადმე წახვიდე და გაასაჩივრე ეს ნათქვამი. და ეს არის რეჟიმის განმარტება, სხვა განმარტება უბრალოდ ანუ ერთ თავში მოხარშული ამბავი არის რეჟიმი, ხო? მაგას იცი. ქვეყანა იმართება ერთი თავში მოხარშული ამბებით. ეს არის რეჟიმი.